ვაგრძელებთ გადაცემას, ეხლა ვით შემოგვიერთდა, რა თქმა უნდა, ხელოვნებაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თარიღია დღეს. ქართული თეატრის აღდგენის დღეა და ბათუმის დრამატული თეატრი 157 თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება. ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მოვიწვიოთ ჩვენ სტუმრად კოტე მჟავია, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, რომელიც გაგვიზიარებს წლის გეგმას, მის დამოკიდებულებას. მოგზავნით კალანდას გილოცავთ, ბატონო კოტე. მე გილოცავთ, ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი. თეატრის აღდგენის დღეს გილოცავთ. რამდენი მოსალოცი გო. კი ბატონო, ბევრი გაქვთ თქვენ მოსალოცი და ბევრი ინფორმაცია გვაქვს მაყურებლისთვის გასაზიარებელი. დასი ბედნიერია, დღეს პრემიერა, დარისპანის გასაჭირი, ყველა სულ მოუთქმელად ელოდება მაყურებელიც, მსახიობებიც ნერვიულობენ, რომ გაუზიარონ მაყურებელს ეს შემოქმედებითი პროცესი და ვისაუბროთ აი ამ შიდა დინებებზე, რომელიც სასარგებლო თემებს მოიტანს ჩვენ თეატრისთვის. როგორ გძნობთ თავს თეატრში? როგორც თევზი წყალში. ბოლო 32 წელი. გილოცავთ შობა კალანდას, მერტო მრავლად დაგასწრო თქვენს ერთგულ მაყურებელს მიულოცავ და მართლა მიხარია რომ გამოძებნეთ დრო დაუთმოთ ჩვენს და ზოგადად თეატრის სასაუბრო და მომიწვიეთ სტუდიაში. მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობის. რაც შეეხება დარისპანის გასაჭირს. გასაჭირით კი ხსნით სახელი. ოღონდ თეატრს დიდი დატვირთვა აქვს, ყველა შამახსენა გითხრა. საოცრად დიდი დატვირთვა აქვს, არა მარტო ბათუმისთვის ზოგადად, ჩვენი დრამატურგიისთვის და 157 სეზონი, უკვე ციფრი მე მგონი საკმაოდ შთამბეჭდავად მეტყველებს და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ესა. თან კიდეთ ქართული თეატრის დღეს პრემიერა, სეზონის გახსნა იშვიათად მეგულება ალბათ საქართველოში თეატრი რომ ზამთარში ხსნიდეს სეზონს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც სეზონის ქალაქი გავხდით რამდენიმე წელია. კი ბატონო და მისასალმებელია და რა ვიცი ძალიან ნებათაღელვაა ისეთი როგორც უნდა იყოს პრემიერის დღეს და თან ამას დამატებული თქვენ ხართ ჩემი ბატონი სეზონის გახსნა პლუს ამას დამატებული 2 ახალი წელი და გავლილი შობა. ყველაფერი ერთად, მაგრამ მე მგონი რომ თქვენ საუბრობდით ახლა იმ ერთსულოვნებაზე და ერთმუშტად და ერთი მიზნისკენ მიმართვაზე მთელი ძალების და მთელი თეატრი, აი ყველა რგოლი აბსოლუტურად ჩართულია საიმისოთ, რომ ძალიან საინტერესო შედეგი დაიდგოს ეს და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ღვთის მადლით ამ შედეგს დავდებთ, იმიტომ რომ სწორია ერთი მიზნისთვის თუკი მთელი გუნდი შეკრულია, იქ საქმე გამოდის და მადლობა ყველას, მართლა იგრძნობა ეს თეატრში, ყველგან იგრძნობა, ყველა რგოლში, რომ რაღაცა ყველა ესეთი სიხარული და სიყვარულით ელოდება აი ამ დღევანდელ როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ აი ესე გავხსნით თუ არა, ეგრევე ინფორმაცია ზიარდება, რეპეტიციის, პირადად მსახიობების, აი ეს პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაყურებელი რომ მოვიყვანოთ თეატრამდე, დღეს ყველა მაგალითად გაჯეთთან ზივართ და არა მარტო მაყურებლისთვის, მსახიობებისთვისაც ალბათ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ უდიდესი შრომაა, უზარმაზარი, აი ბატონი ავთოქარჩავად ყავდა თვით დარისპანს, რომელიც თამაშობს მსახიობის სტუმრად და თქვა რომ ღამის 3 საათზე ვასრულებთ რეპეტიციებსო. კი ესეა, ისე მოხდა რომ მე სადღაც 6 ნოემბერი იყო, რომ დამნიშნეს ბათუმის თეატრში როცა მოვედი ამ თანამდებობა ქვია, ხო როგორც ქვია და კი ბატონო და რომ შემოვაღე ბათუმის თეატრის კარი და იდეაში მქონდა რომ 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს რადგან არ გახსნილა სეზონი, გამეხსნა პრემიერით, მაგრამ იმდენად ცოტა დრო იყო. სანამ იქ რაღაცები გავარკვიეთ რეჟისორები, სანამ სამხატვრო საბჭო ავირჩიეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გავიარეთ რაღაცა პერიპეტიები და შევთანხმდით ყველა რომ ჩვენ ერთი მიზნით სიყვარულით უნდა ბათუმის თეატრი აგვეხმაურებინა კარგი გაგებით. გავიდა გარკვეული პერიოდი და ცოტა ეჭქვეშ დადგა 14 იანვარს გახსნა არ გახსნის სეზონი, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ რომ გაგვერისკა და ბატონმა გიორგი კაშიამ მომუნიჭერესმა კაცმა 24 დღეში თავის გუნდთან ერთად ეს ურთულესი მისია შეძლო და მე მგონი დანარჩენს ვნახავთ რა გამოვიდა, რთულია 24 დღეში თან
ესეთ პიესაზე მუშაობა. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც აი დედლაინს როცა წარუდგენ, გაცილებით უფრო აქტიურად და ძლიერად მუშაობენ, არის ადამიანები, ვისაც დაუშვათ გეგმის მიხედვით მუშაობენ. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო და ერთგვარი, როგორ გითხრათ, ეს იყო, რა ქვია, საკუთარ თავთან იყო გამოცდა ჩასაბარებელი და ძალიან მაგარი შეგრძნება. კი, და ძალიან მაგარი შეგრძნება დარჩა და კი ესე გვიწევდა და რას თქვენ ბრძანეთ ამ პია, ყველა ჩართული იყო ხა ბატონი მიხეილ გაბაიძე რო არ ვახსენო არ შეიძლება, იმიტომ რომ ისე აწყო აი ეს ყველაფერი ჩვენ სახეზე ვხედავთ ყველაფერს და რა ვიცი, მუშაობთ მოკლედ ყველა იქ ვიყავით, დამლაგებლიდან დაწყებული, მოლარით დამთავრებული, პიარის სამსახური, ყველა მსახიობი, ყველა აბსოლუტურად როგორც მსახიობები მორჩებოდნენ, მე რეიშლებოდა, მე გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე არ შემიძლია რო არ აღვნიშნო, გარდა დარისპანის გასაჭერისა, პარალელურად პლუს 2 სპექტაკლი მზადდება და კიდევ სამი უკეთესი და მნიშვნელოვანი და ასევე უნდა მოიწვიოთ საოცარი რეჟისორი, რომელიც შემოადგავს ჩვენს თეატრში ფეხს და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გაუზიაროთ მაყურებელს, იმიტომ რომ ბათუმის თეატრისთვის, მსახიობებისთვის, მაყურებლისთვის ეს იქნება ფეირვერკი. მე ვფიქრობ, რომ ისეთი რეჟისორი ჩამობრძანდება ახლა 18 იანვარს და შემდეგ კიდე ივლისის ბოლოს მეორე უცხოელი რეჟისორი. უბრალოდ არ მინდა სახელი და გვარის გაჟღერება, იმიტომ რომ ბოლომის შეთანხმება არა ვართ ერთწეული. ამ რეჟისორის ჩამობრძანება ნებისმიერი თეატრისთვის და ნებისმიერი მსახიობისთვის ფეირვერკი იქნება და როცა ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ თქვენს ეთერში თუ მომიწვევთ ან მე ან რეჟისორს ეგრევე უნდა შეგვეტყობინოთ როგორც კი აუცილებლად ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. სამი სპექტაკლი არის კიდე ჩაშვებული რეპერტუარში, ხო რა ვიცი, ჩვენ დიდი ხანია თეატრს ვემსახურებით ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და ალბათ რა ვიცი, თითქმის არც მახსენდება ერთდროულად 4 პრემიერა, რომელმა თეატრმა ჩაუშვა ერთად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესია. გარდა ამისა, უკვე როგორც კი მეოთხე სპექტაკლის ბოლო 10 დღე დარჩება გამოშვებამდე უკვე ბატონ გოჩა კაპარაძესთან მიღწეულია შეთანხმება და ბატონი გოჩა დაიწყებს მეხუთე სპექტაკლს და საკვალავში ავირეო რა კარგია. მოკლედ ივლისის ბოლომდე ძალიან გვინდა რომ 7 პრემიერა ვაჩვენოთ ბათუმის და არა მარტო ბათუმის მაყურებელს და მე მგონი ჩვენ ამას შევძლებთ. შვენიერი. ბატონო კოტე არ შემიძლია რომ არ კითხოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად მსახიობი ბრძანდები. დიახ. ძალიან დიდი ხანია სცენაზე ხარ და რამხელა პასუხისგებლობაა თუნდაც ეს დირექტორისთვის, აი თანამდებობისთვის ესე ჩალებში და როგორ გეხმარებათ ეს ყველაფერი დასთან ურთიერთობაში? თორე თავად იცით რა ტკივა და რა უხარია მსახიობს. თუ საინტერესოა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. გამიჯნაში რას გულისხმობთ? თანამდებობა უნდა გაიმიჯნოს მსახიობობის. რა არის იცით, მე იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ თუ გამიჯნაზე მიდგება საქმე, არც ერთი თანამდებობა არ მიღირს სამაგისტროთ, მე სცენაზე დავრჩები მაინც. ისე რთული უფრო რომელია დავშეთ მსახიობი რო ხდება მართველ რგოლში თუ რეჟისორი? რომელიც დაუშვათ მიჩვეულია. თუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ერთად ძნელია. მსახიობებს ცოტა ნაკლებად აქვს ეს ფუფუნება, რომ დირექტორებად გახდეს ხოლმე. თუმცა შეუძლია როლი მოირგოს. ხო, იშვიათი შემთხვევები, იშვიათი გამონაკლისები არის ხოლმე და წეგან ბატონმა ლაშამ სწორად ბრძანა, ჩემ მსახიობებს ცხოვრებაში თამაში გვიჭირს ხოლმე და ვერ ვიდგებთ ხოლმე ამ როლს. ძალიან საინტერესო გამოწვევაა, მინდა გითხრათ. თუმცა მე დაახლოებით 27 წლიანი გამოცდილება მაქვს აიმისოთ, რომ მე თვითონ კერძო თეატრი მაქვს დედაქალაქში, ლიტერატურული თეატრი და იქ უძღვები უკვე 27 წელია. ჩემს თეატრს და გარკვეულწილად აი ეს გამოცდილება დამეხმარა, რა თქმა უნდა და კიდე გეხმარება, რომ შენ თვითონ მსახიობს უფრო ადვილად გესმის შენი კოლეგების სცენა, ბოდიშვიხტი, მაგრამ ეს ესე ყოფილა თურმე და რა ვიცი. ვცდილობთ და ვეცდებით ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის მოусმინოთ და ერთმანეთის ტკივილი და ერთმანეთის სიხარულის თანაზიარნი გავხდეთ. ხან გამოგვივა, ხან არ გამოგვივა, მაგრამ უფრო ხშირად მე მგონი რომ გამოგვივა. თავარია მოусმინოთ ერთმანეთს. თეატრმცოდნები ისეთი კომპლიმენტი თქვა ბათუმის დრამატულ თეატრზე, რომ დასი ბედნიერიაო, ფუსფუსებსო და საოცარი წელი ექნებაო.
და აი ამ კალანდობას ასრულებული იყოს ლაშას სიტყვები. კი და მე მაინტერესებს იცით რა თეატრის პოპულარიზაციაზე გაუსვა მე ხაზი და სოციალური ქსელი ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ რატომღაც მე რა მგონია შეიძლება არ იყოს ახლა მნიშვნელოვანი, მაგრამ ვფიქრობ რომ აი ეს პრემიერაზე ნიშნავს იმას რომ მაყურებელი მუდმივად ითხოვს თეატრისგან სიახლეს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის როდესაც კარგზე ვსაუბრობთ, იქ რაღაცა პრობლემებითაც ვინტერესდებით ხოლმე და ყოველთვის ვახსენებდით, რომ თეატრს აკლია მაყურებელი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. თუმცა მაინც მინდა კითხოთ, საჭიროა კიდე მაყურებლის მოყვანა თეატრში თუ თავად უკვე თავისინებით მოდიან? იმიტომ რომ ჩვენ ვხვდებით ასეთ პრობლემებს, რომ ბილეთები არ არის ხოლმე. ბილეთები არ არის. ეს სასიხარულო ფაქტია. უკვე მაყურებელი მოსაყვანი აღარ არის თეატრში. დღეს ისეთ ადამიანებისთვის მომეწია უარის თქმა, რომ შემრცხვათ. ესე კი აზრი არ აქვს, რო გთხოვ. არა, დღეს ნამდვილად. ხვალ ჩემი ადგილი მაქვს ორი დარჩენილი და დიდი სიამოვნებით გაგითხოვთ. ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, შეიძლება სოციალური ქსელზე უფრო ასე ვთქვათ, ასაკიანები ვარ ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ რაღაცნაირად დავუწყვეთ ფეხი, ავად თუ კარგად ამას და ჩემთვის ყოველთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რასაც ლაპარაკობდით, რომ იდება რაღაც ვიდეოები რეპეტიციებიდან, რომ დავინახო კიდევ ერთხელ და განვასხვავო დაუშვათ მსახიობი და როლი. იმიტომ რომ ხშირად ახლა ბავშვობაში ხდება ისე რომ რაღაც ფილმს რო უყურებდით, სპექტაკლს რო უყურებდით, ის ვინც თამაშობდა, ან გძულდა, ან გვიყვარდებოდა და სულ გავიწდებოდა რომ ის ადამიანს თავისი კატა ყავს სახლში, ბავშვი ყავს სახლში, ცოლი ყავს სახლში, თავისი პრობლემები აქვს, ქმარი ყავს. ანუ მის როლში ვხედავდით ხო, როლ და ამ როლს ვერ ჩოდით და ასე ვხედავთ რომ დავუშვოთ, აგერ მერი თამაშობს ვიღაცას და კაცო ის ვიღაცა შეიძლება მძულდეს, მაგრამ ამას რას ვერ ჭირო? ანუ დღესთან ისეთი საზოგადოება იზრდება და ისეთი ადამიანები იზრდება ბავშვებსაც ახლა რომ ვლაპარაკობთ ხოლმე რომ მათ აინტერესებს სიმართლე, იქ რა ხდება, ყველაფერი აინტერესებს ყველგან და როცა ამის საშუალება თან აქვთ, კიდევ უფრო გულწრფელად მოდიან დაუშვათ იმ სპექტაკლის სანახავად, იმიტომ რომ მე მოვდივარ შენი ასე ვთქვათ როლის სანახავად, პრობლემის სანახავად და იმის სანახავად თუ რამდენად განსხვავდება დაუშვათ ეს თამაში რეალობისგან და პირიქით. კი ბატონო, ეს იმდენად დიდი თემა და იმდენად ამოუწურავი თემაა მაყურებლის და თეატრში შემოსვლის და ასე შემდეგ და ასე. დღეს ცოტა ეს პრობლემა ნაკლებად დგას, ვიდრე იდგა რამოდენიმე წლის უკან ამაში გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ეხმარება ეხლა რასაც სოციალური ქსელი, იმიტომ რომ დღეს სოციალური ქსელი არა მარტო თეატრს, აბსოლუტურად ყველაფერს ეხმარება და ამის გარეშე წარმოუდგენელია დღეს რაიმე აქტივობისთან ურთიერთობა გქონდეს. მაგრამ თავარი არის მაინც სპექტაკლი. როცა სპექტაკლი არის ხარისხიანი და კარგი, დანარჩენი უკვე არის ყველაფერი დამხმარე იმის იქეთ. ერთი საინტერესო მომენტი კიდე რა ფიქრობ რამაც დააბრუნა მაყურებელი თეატრში, რომლის პრობლემა ძალიან დიდად მქონდა და მე ამასთან პირდაპირ შეხება მქონდა ბოლო 27 წლის განმავლობაში, რამე თუ ჩემი თეატრი ბავშვებს ემსახურება და სკოლის ასაკთან მაქვს ურთიერთობა, მე ხედავდი როგორ იზრდება ეს ბავშვები და როგორ იზრდება მათი დამოკიდებულება წლიდან წლამდე თეატრის და სპექტაკლის მიმართ. რასაც ვფიქრობ, მე ვფიქრობ საზოგადოება მიხვდა და ხვდება თეატრის ამ იდუმალი სამყაროს როლს, გნებავთ მის ცხოვრებაში და გნებავთ ამ ხელოვნების ძალიან იდუმალ როგორი ამბავია, იცი? ფაქტიურად თეატრი არის მსოფლიოში აი კომუნიკაციის პირდაპირ კომუნიკაციის ბოლო საშუალებაა დარჩენილი, რომელიც ფლეშკაზე არ იწერება. მიგეთ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ეს იმდენად საინტერესოა და რაღაცნაირად ამ იდუმალ სამყაროში უკვე თუ კი სპექტაკლიც იქ ხარისხიანი ხდება ადამიანს, უკვე ინტერესი ჩნდება. ინტერესი ჩნდება უკვე მომავალ თაობაში და ის უკვე პირველი შემხებლობა მას თუ თეატრთან ამ იდუმალმა სამყარომ დაამკავშირა, ის მუდმივად დარჩება თეატრის მაყურებლად და დანარჩენი ალბათ
დროის საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგ სპექტაკლზე ბილეთს ვერ ვიშოვეთ. არა მარტო ბათუმში, არც ერთ ქალაქში. ძალიან შვენიერი. არაჩვეულებრივი. წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით და აი ასეთი კარგი დღით, ესეთი შემართებით, როგორც არის თეატრი, მაყურებელი, სოციალური ქსელი, თეატრმცოდნეების შეფასება, სულ ესე ყოფილიყოს, იმიტომ რომ შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. სულ ნახევარ წუთსა გახსნათ. პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, რომ მოწვევისათვის და ამდენი დრო დაუთმეთ თეატრზე სასაუბროთ. მე მინდა მთელ ქართულ სათეატრალურო სახელოვნებო სფეროს მიულოცო დღევანდელი დღე და წარმატებული სეზონი მინდა უსურვო თითოეულ მათგანს. მე მინდა მადლობა უთხრა ჩემს თეატრს, ჩვენს თეატრს, ყველა მის თანამშრომელს მიულოცო შობა კალანდა და უსურვო წარმატებები ამ სეზონზე და ზოგადად ელიმის არსებობის მანძილზე და მე მინდა ყველას მადლობა უთხრა გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ თვალსაჩინო არის ჩვენი თეატრის მიმართ გვერდში დგომა, როგორც კულტურის სამინისტროს, ისე აჭარის მთავრობის და ყველა ადამიანის რაღაცა ისეთი გულანთებული და რაღაცა შემართებით არიან ჩვენს მიმართ და ყველას, აბსოლუტურად ყველას უღრმესი მადლობა იმისათვის, რასაც დღეს ჩვენ ვიხილავთ და რასაც ჩვენ ამ სეზონზე ვიხილავთ ჩვენს თეატრში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, დავამშვიდობოთ ჩვენს სტუმარს და დავბრუნდებით რამდენიმე წამში.